სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. დღეს ჩვენ მიცვალებულთა წირვა აღვასრულებთ და ქრისტიანის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა მართლაც არის ის, რომ იზრუნოს არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ თავის გარდაცვლილებზეც. იმიტომ რომ ახლა ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ. ესე იგი, ცოცხალი ადამიანი კიდე თავისთვის რაღაცას გააკეთებს, მაგრამ გარდაცვლილი ადამიანის იმედი არის აქ დარჩენილი ადამიანი. აი ზოგჯერ ასეთი რამ გაგვიგონია ჩვენ, რომ რა თქმა უნდა ეხლა ის გამწარებული ადამიანის ნათქვამია ხოლმე, მაგრამ აი რაღა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლესო, ანუ წუთისოფელშიო, ხო, რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს. აი ძალიან საყვარელი ადამიანი რომ გარდაეცვლება, ხო, ვის გარეშეც რომ ვერ წარმოუდგენია ცხოვრება, ეს სიტყვები სწორედ ამას გამოხატავს, რომ მაგის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება, მაგრამ სულიერად თუ შევხედავთ, შეიძლება ეხლა უფრო მეტი აზრი მიეცა ცხოვრებას, იმიტომ რომ თუ მე მის გარეშე არ შემეძლო ცხოვრება და ასე ძალიან მიყვარდა, ესე იგი ჩემი ლოცვა ყველაზე მეტად ჭირდება მას. იმიტომ რომ სწორედ ამ სიყვარულით ლოცვას და რწმენით ლოცვას შეუძლია რომ ანუგეშოს გარდაცვლილის სული და უფალმა შეიწყალოს თავისი ჭირის უფლის ლოცვით. იმიტომაც ლოცულობთ, აი თვალებიდან არა მომდის ხოლმე, ერთი ესეთი შემთხვევა იყო. სტუდენტობის დროს თბილისში სიონის საპატრიარქო ტაძარში გვიწევდა ხოლმე იქ წირვა ლოცვაზე დასწრება და ერთ-ერთი ქალბატონი იყო, რომელსაც შავები ეცა და იმ დროს აპირებდა შეეგზავნა ეპისკოპოსი, რომ უკვე წირვის დროს კვეთა რომ დამთავრებულია, ვერ მოიხსენებდა. ხო და ისეთი რომ დადო ეს ეპისკოპოსი უკვე მიხვდა რომ დაგვიანებულია და მოტრიალდა ესეთი თვალცრემლიანი იყო, რომ აი მას მართლაც გულით წამდა, რომ ესე იგი მისი მოხსენიება შეეწეოდა, შეიძლება შვილი ყავდა გარდაცვლილი მეუღლე თუ ვინ იცის ვინ. თუმცა ახლა იქ სიონის ტაძარში ყოველდღიურად წირვა იყო, იმას მეორე დღეს უეჭველად მოიხსენიებდნენ, მაგრამ უბრალოდ ამ ქალბატონის დამოკიდებულება იყო ძალიან ისეთი აი სტამბეჭდავი, რომ როგორ სწამდა, ესე იგი, რომ ნუგეში იქნებოდა და როგორ გული დაწყდა ამის გამო. და ახლა ვინმე იტყვის, რომ როგორი საყვარელი ადამიანიც არ უნდა გარდაცვლოდა ამ ქალბატონს, რომ რა აზრი აქვს მის ცხოვრებას, როგორ არ აქვს, აბა იმ გარდაცვლილს ვკითხოთ, ვისთვისაც ის ასე წუხდა. მისი მოხსენიებაც ასე გულმოდგინეთ უნდოდა, აბა იმას ვკითხოთ, არ აქვს აზრი ამ ქალბატონის აქ დარჩენას და ცხოვრებას, როგორ არ აქვს. აი ამაშია საქმე, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ აი ამ დროს იმ ტკივილთან და მწუხარებასთან ერთად ჩვენი ის ფუნქციაც, რომელიც აი ეხლა ხან შეგვემატა, რომ ჩვენ თურმე აი ამისთვისაც ვართ, გარდა იმისა, რომ ჩვენ აქ შვილები გვყავს თუ კიდევ გვყავს ოჯახის წევრები თუ მეგობრები თუ სხვა, მეუღლე თუ სხვა. ესე იგი, გარდა ამ ყველაფრისა, ჩვენ გვყავს უკვე იქაც საზრუნავი. ამ საზრუნავთან ერთად იქაც ყავს საზრუნავი და რომელი ოჯახია ეს საზრუნავი რო არ ქონდეს. არც ერთი ოჯახი არ არის გარდაცვლილი რომ არ იყოს, წინაპარი რომ არ იყოს. ხო? თუმცა ესე იგი, სულიერად თუ შევხედავთ, ხორციელი შეხედულებისგან განსხვავებით, სულ სხვაგვარად ხდება ერთი ესეთი რაღაც. აი მაგალითად რა. მაგალითად, როდესაც გარდაიცვლება ხოლმე მოხუცებული ადამიანი, აი 90 წელს გადაცილებული. თითქოს აი იმის მიმართ არ არის ესეთი განცდა, როგორიც აი ახალგაზრდა რომ გარდაიცვლება, ბავშვი რომ გარდაიცვლება, იქ ტირილი მეტია. და შეიძლება ითქვას სულიერი ზრუნვაც მეტია. მაგრამ ის ბავშვი შეიძლება როგორ უცოდო მდგომარეობაშია და შეიძლება იმ დროს გარდაიცვალა და წაიყვანა ღმერთი.
და ის მოხუცებულს კიდე შეიძლება ამდენი ცოდვა აქვს მთელი ცხოვრება დაგროვილი და თითქოს იმას არ ვდარდობთ და ვდარდობთ რა თქმა უნდა ხორციელი გაგებით ეს ბუნებრივია ძალიან ბუნებრივია ხორციელი გაგებით მაგრამ იქ სადაც ჩვენ შევძლებთ რომ სულიერად შევხედოთ საქმეს ის უფრო მეტად უნდა ვიდარდოთ და ვიგლოვოთ ვინც აღსარების გარეშე ვინც ზიარების გარეშე გარდაიცვალა ის უფრო მეტად უნდა უფრო გულმხურვალე უნდა ვიყოთ აი ამ ლოცვაში უფრო გულმოდგინე უნდა ვიყოთ ამ ლოცვაში და აი ამ ლოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შეიძლება რაღაცა მომენტში აი ჩვენ ხო დილის ლოცვებს ლოცულობთ და იქ ცოცხლებსაც მოიხსენებ შენს ახლობლებს თუ რაღაცა მგზავრობაში რაღაცა სნეულია თუ განსაცდელი აქვს თუ ჩვენს მაჭიროებლებს მოიხსენებთ არა უნდა მოიხსენო მიცვალებულები და შეიძლება სხვა დანარჩენი ვერ მოასწრო არ ვიცი ადამიანები არ შეიძლება სხვები სახელები ვერ ჩამოთვალო ჩქარობდნენ რაღაცა იყოს მაგრამ აი მიცვალებულებს მაინც არ უნდა დააკლო ის მოხსენიება ისევ იმიტომ რომ მიცვალებული თავისთვის უკვე ერაფერს ვერ გააკეთებს რაც შეეძლო ამ წუთის სოფელში გააკეთა ასე გააკეთა თუ ისე გააკეთა რაც შეეძლო მისი არჩევანით ეგ იყო და ეხლა უკვე ჭირის სოფელზეა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული და ის ლოცვაც რასაც ჩვენ აღვასრულებთ უნდა სიყვარულით იყოს რწმენით და იმედით უნდა იყოს სავსე რომ უფალი შეიწყალებს მათ სულებს იმედის გარეშე ლოცვა არ უნდა იყოს იმედის გარეშე ლოცვა როგორც მოციქული იაკობი ამბობს ჰგავსო ზღვის ტალღას ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს აი დაეჭვებული კაცის ლოცვა ამას გავს ეხლა ის ტალღა ძლიერია და ყველაფერს ანგრევს ხო მართალია მაგრამ ის ტალღა თუ პატარა შხეფება დაიშლება იმას აღარავითარი ძალა არ აქვს და აი დაეჭვებული კაცის ლოცვა ესეთია მაგრამ იმედიანი კაცის ლოცვა აი ამ ძლიერ ტალღას გავს ესე რომელსაც ძალიან დიდი ძალა აქვს და ამიტომაც აი ჩვენ ყოველთვის უნდა შევთხოვოთ უფალს რომ თუ დაუშვათ ხედავთ ჩვენს თავში რომ არა გვაქვს ის რწმენა და სიყვარული რომელთაც ჩვენ ვილოცებთ ჩვენი მიცვალებულებისათვის უნდა გავიხსენოთ სახარებაში როგორ არის უფალი რომ ეკითხება ერთ-ერთ მამას რომელმაც შვილი მოიყვანა თუ გწამსო ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისთვისა და ეს კაცი ამბობს წამს უფალო და გაჩერდო და ამბობს რომ შეეწიე ურწმუნოებასა ჩვენსა აი ჩვენც ესე უნდა ვთქვათ რომ უფალო შეეწიე ჩვენს ურწმუნოებას მოგვანიჭე რწმენა რომ ჩვენ მე ამ რწმენით გაძლიერებულებმა ვილოცოთ ესეც უფლისგან უნდა ითხოვ რწმენა თავისთავად კი არ იქნება ესეც უფალს უნდა შევთხოვოთ რომ შეგვმატოს რწმენა შეგვმატოს იმედი შეგვმატოს სიყვარული ესეც უფლისგან უნდა გამოითხოვოს ადამიანს და გამოითხოვოს არა მარტო იმისთვის რომ ამ წუთის სოფელში იყოს კარგად არამედ იმისთვის რომ მან მარადიული სიხარული მოიპოვა აი დღევანდელ სახარებაში როგორ ეწა ზოგიო აღდგებაო მარადიული სიხარულისთვისა და ზოგი აღდგება მარადიული მწუხარებისთვის აღდგომით ყველა შემთხვევაში აღდგება ადამიანი მაგრამ აღდგომა სასიხარულოა მაშინ როდესაც იცი რომ მარადიული სიხარული გელოდება როდესაც იცი რომ მარადიული მწუხარება გელოდება აღდგომა ძალიან რბილად რო ვთქვა სულაც არ არის ახარბია პირიქით ეს სასჯელი უფრო მაგრამ როგორც ერთ-ერთი სასულიერო პირი ამბობს ჩვენ მარადიულობა მოგვესაჯაო მარადიულად უნდა იცოცხლო მაგრამ უნდა დავფიქრდეთ რომ ჩვენი ცხოვრების ის წესი რითიც ჩვენ ცხოვრობთ და ჩვენი დამოკიდებულება უფალთან უფრო საითგან წაგვიწყება მარადიული სიხარულისგან თუ მარადიული მწუხარებისგან აი ჩვენ ამას უნდა ვაკვირდებოდეთ ესე იგი რამდენიც არ უნდა იშრომოს ადამიანმა ხორციელად ხო ეს ხორციელი ზრუნვა მაინც ჩვენს სხეულს განეკუთვნება ჩვენ სულს არ განეკუთვნება მაინც ყველაფერი იქითკენ არის მიმართული რომ სხეული იყოს ლამაზად სხეული იყოს მოწესრიგებული სხეული იყოს მოსვენებული აი ხორციელი შრომას რაც შეეხება მაგრამ მოციქული პავლე ამბობს რომ
რომელმაც თესოს ხორცსა შინა თვისა, ხორცისაგან თვისისა მოიმკოს ხრწნილება და რომელმაც თესოს სულსა შინა თვისა, სულისაგან თვისისა მოიმკოს ცხოვრება საუკუნო. ესე იგი ხორცისთვის რაც არ უნდა გააკეთო, აი თან რომ გადაყვე. ყველაზე საუკეთესო ექიმებთან მიხვიდე, ყველაზე საუკეთესო ადგილებზე დაისვენო თუ ყველაზე საუკეთესო ჩაიცვა თუ იკვებო და ეს დათესო შენი სხეულისთვის, არა? სხეულისგან ხრწნილების მეც ვერაფერს ვერ მოიმკი, იმიტომ რომ ამას მეტი არ შეუძლია. რაც არ უნდა გაუკეთო, მაინც მიწად დაიდება და უნდა გაიხსნას. აი ჩვენ რომ ახლა ის ძლები რომ ამოვიდა, რომ უნდა დავგზავნოთ ეს. შევხედოთ ამ ძლებს, ესე იგი, სანამ დავგზავნოთ, კარგად დავაკვირდეთ. ჩვენც ესეთი ძლები გვაქვს. გარეგნულად ის როგორი იყო, ასეთი ლამაზი იყო თუ სიმაღლე იყო თუ ასე გამოიყურებოდა. რა სჭამდა თუ რა სჭამდა, დღეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. და 100 წლის შემდეგ აღარც იმას ექნება მნიშვნელობა, ჩვენ დღეს რას ვაკეთებდით ხორციელად. მაგრამ რომელმაც თესოს სულსა შინა თვისა, სულისაგან თვისისა მოიმკოს ცხოვრება საუკუნო. რა თქმა უნდა, ადამიანი ხორციელი არსებაც არის, ხორციელი და სულიერი, ეს ორივე სამყაროს აერთიანებს. ხორციელსაც და ანგელოზურსაც, სულიერსაც, მაგრამ უპირველესად ადამიანმა იმაზე უნდა იზრუნოს, რომ მე ღვთის წინაშე რომ წავდგები და რომ ეს უეჭველად მოხდება. აი ეს არის ყველაზე მთავარი. იმიტომაც ამბობს წმინდა იოანეს სინელი, სიკვდილზე ფიქრმა თქვენთან ერთად დაიძინოს. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ერთად სიკვდილზე ფიქრის გარდა მე მგონი ყველაფერი იძინებს. ფიქრებიდან დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული. ხო და ეგ უკვე არ არის ქრისტიანის, აი სწორი დამოკიდებულება არ არის ქრისტიანის. ქრისტიანმა უნდა იფიქროს, რომ აი ამ ღამით რომ ღვთის წინაშე წავდგეთ. რა იქნება ნეტო ჩვენთვის? რას ვეთქვი? დღეს ასე რომ მოვიქეცი, რატომ მოვიქეცი? რომ კარგახანი აღსარება არ მithქვამს, რატო არ მithქვამს, რატო არ ვნანობ, რას ველოდები ნეტო? რომ კარგახანი არ ვზიარებულ ვარ, ვიღაცას რომ ვერ ვპატიობ, რას ვეთქვი, რატო ვერ ვპატიობ? გარდა უფალმა გითხრა, რომ 70 ჯერაც რომ შეგწოდო, 70 გზის 7 ჯერ აპატია. 7 ჯერაც რომ შეგწოდო დღეში და მოვიდეს და გითხრას, რომ აპატია. თუ იმასთან რამე გაქვს, ასე იგი გული გიწვრება და რაღაცა გაქვს, მიდი და დაიმარტო, ერთ-ერთზე რო იქნებით, მაშინ უთხარი. ჩვენ სამწუხაროდ ესე ვერ ვაკეთებთ. ჩვენ ჯერ მთელ დედამიწას მოვდებთ და მერე იგებს ის ვიღაცა, რომ თურმე ჩვენ მასზე ნაწყენი ყოფილვართ. ეგ არ არის სახარებისეული მცნები. იმიტომ რომ ჩვენზე რო ვინმე იყოს ნაწყენი, ჩვენ არ მოგვინდებოდა რომ ჯერ მთელ სოფელს გაეგო და მერე გაგვეგო ჩვენ. ჩვენ მოგვინდებოდა რომ მას ცალკე ეთქვა ჩვენთვის, რომ არ გახმაურებულიყო ის საქმე, ის გამოც ის ნაწყენია ჩვენს. ამიტომ როგორც ჩვენ გვინდა რომ მოგექცეს უფალი გეუბნა, ისე მოექცე. იმიტომ გეუბნა რომ მარტო რო იქნებით, მაშინ უთხარ და ამით უფრო გაუადვილებ მას, რომ შენდობა გითხრას. თუ დამშვიდდება ყველაფერი. და თუ ადამიანი ცდილობს, რომ ყველა შემთხვევაში ეცადოს ღვთის მცნება აღასრულოს, ბევრი რამე ხორციელადაც დაალაგდება და სულიერადაც. იმიტომაც ადამიანმა უნდა იცოდეს მცნება ღვთისა და უნდა ეცადოს მის აღსრულებას. და რომ ეცოდინება და ეცდება აღსრულებას, აი ასეთ ადამიანს ქვია ქრისტიანი, ქრისტეს მიმდევარი. და პირველ რიგში, რასაც აღმოაჩენს აი ამ მცდელობის დროს, უეჭველად რასაც აღმოაჩენს. აი პირველი რასაც უნდა შეეჩეხოს, ესე იგი, არის რომ ამას ვერ აკეთებს. რომ ჩვენი დაზიანებული ბუნება სულ სხვა რაღაცას ითხოვს და ღვთისმცნება სხვა რამეს გეუბნება. ჩვენი ბუნება ითხოვს, რომ არ აპატიოს, ამაგიო რომ გადაუხადე, ამან ეს გაგიკეთა, იმან ცნება გეუბნება, რომ აპატიო. დაუთმე. როგორც მოციქული პავლე ამბობს, რატომ არ არჩევთ დაზარალებულად და ნაწყენად დარჩენას? ჯობია შენ დარჩენ ნაწყენი, ვიდრე სხვასაც წყენი. ვაჟა-ფშაველა რომ ამბობს, ისევ მამყოფეთ სხვარა და ოღონ ამცილდეს მგელობაო. ეს იგივე ეპისტოლის პერიფრაზია, სხვა არაფერი.
ოღონ მე არავის არ ვავნო არაფერი და თუ გინდაც მე მევნოს. ხო და ეს არის სახარებისეული მცნება და მაგრამ ჩვენი ბუნება ამას ეწინააღმდეგება. ჩვენ გვინდა რომ აი პირიქით ჩვენ რომ რაღაცა კამათიდან მოვდივართ კიდევ გული იმაზე გვიწყრება, განა იმაზე გვიწყრება რომ ნეტა არაფერი მეთქვა და მშვიდად მეთქვა. იმაზე გვიწყრება რომ ნეტა კიდე ესეც მეთქვა, ისიც მეთქვა, მერე გახსენდება ნეტა ეხლა რაღა გვიან გამახსენდა, მაშინ გავხსენებოდა ხო ეთყოდი. ხო და ეგ არის, მაგითაც დასტურდება ღვთისმცნება რომ ჭეშმარიტია და ჩვენი ბუნება კიდე დაზიანებული. იმიტომ ამბობ რომ პირველი რასაც აღმოაჩენ არის რომ შენ ამის გაკეთება არ შეგიძლია, მაშინ რა უნდა ქნა თუ არ შეგიძლია? მაშინ უნდა შეინანო ის რაც ხელს გიშლის უფალთან მსგავსებაში. და აი ახსარების მნიშვნელობაც აქ წარმოჩნდება უკვე ძალიან კარგად. და ახსარებით და ზიარებით რომ ნელ-ნელა განიწმინდება ადამიანის სული, ის შეძლებს რომ მიბაძოს ღმერთს. და რაც უფრო მიბაძავს და მიუახლოვდება ღმერთს, მსგავსისგან მიისწრაფის, რაც უფრო მიბაძო, უფრო მიუახლოვდება. რაც უფრო მიუახლოვდები სინათლეს, მით უფრო მეტად ჩანს ჩვენში ის ლაქები ჭუჭყისა. და ეს კიდევ უფრო მეტად ამდაბლებს ადამიანს. და რომ მდაბლდება, კიდევ უფრო მეტად უახლოვდება ადამიანი ღმერთს, სამპარტავანი ვერ უახლოვდება. და რაც უფრო უახლოვდება, კიდევ უფრო მდაბლდება და ეს პროცესი არის დაუსრულებელი. ამიტომაც ამბობდა აი, თუნდაც პავლე მოციქული, თუნდაც ბასილი დიდი ზიარების ლოცვაში როგორ ამბობს, ცოდილთა შორის პირველი მე ვარ. და ის ამას რო ამბობდა, ჩვენსავით ზოგჯერ ჩვენ ვიღაცის წინაშე თავს ვიწვანებთ, რომ თურმე ყველაზე ცოდვილები ჩვენა ვართ და რა გვეშველებ. ის ამას მართლა გულწრფელად ამბობდა. ჩვენსავით ფარისევლურად არ ამბობდა. ის გულწრფელად ამბობდა, მართლა ეგონა რომ ყველაზე ცოდვილი ის იყო. შეგვეწიოს წმინდა ცოტნე აღსარებლის მეოხება ღვთის წინაშე. სამშობლოსათვის თავდადებული ცოტნე დადიანი. თქვენიც იცით ეს ისტორია, ახლა ბავშვებმაც იციან, დიდებმაც და ალბათ ყველა ქართველმა უნდა იცოდეს და ქართველი ამითი უნდა იზრდებოდეს, რომ როგორი გმირი ყავდა, მრავალი გმირი და ერთ-ერთი მათგანი ცოტნე დადიანი, რომელიც მე-13 საუკუნეში მოღვაწეობდა საქართველოს ერთგულებისათვის, თავისი მეგობრების ერთგულებისათვის სატანჯველს მიეცა და ღვთის მადლით ისიც და თავისი მეგობრებიც გამოხსნილი იყვნენ და ისინი თავის სამშობლოზე ზრუნავდნენ. თავისი სამშობლოს ერთგული მხედრები და ჯარისკაცები იყვნენ. დღეს ვინ არის საქართველოს ერთგული და მხედარი და ჯარისკაცი? ვინც ცდილობს, რომ სიწმინდე შეინარჩუნოს თავის თავშიც და თავის გარშემოც. ვინც ცდილობს, რომ ნათელი იყოს იქ, სადაც მას უწევს ყოფნა. ჯერ პირველ რიგში ოჯახში და შემდეგ ოჯახის გარეთ. მაგალითი იყოს ქრისტიანობისა, ზნეობისა, სიწმინდისა, ვაჟკაცობისა, მოთმინებისა და ასე შემდეგ. აი ვინც ამას ცდილობს, ღვთის გულისათვის აკეთოს, ის არის სწორედ ჩვენი სამშობლოს ერთგული ჯარისკაცი. ესეთები იცავენ დღეს, აი როგორც მარილი რომ იცავს ხორცს გახსნისაგან, ესეთი ადამიანები იცავენ ჩვენს ქვეყანასაც და საერთოდ სამყაროს გახსნისაგან. ესეც უფალმა თქვა, რომ თქვენ ხართ როგორც მარილი, ოღონ თუ მარილი განქარდაო, მაშინ რიღათი უნდა დაიმარილოს. თუ მარილმა დაკარგა თავისი ფუნქცია, არა, მაშინ ის ხორცს ვერ დაამარილებს, ვერ შეინახავს. და თუ ქრისტიანმაც დაკარგა თავისი სიწმინდე, ღირსება, ზნეობა, სულიერება, მაშინ ის ვერაფერს ვერ დაამარილებს. აქეთ საშველი გახდება. და ცოტნე დადიანის გვარი გმირობები დღესაც არის და ეგ ინახავს სწორედ. ეგ რომ არ ყოფილიყო 13 საუკუნიდან, კი არა, მანამდეც, ეგ რომ ყველა საუკუნეში არ ყოფილიყო, ჩვენი ქვეყანა აქამდე არ მოვიდა და სწორედ მაგ მარილმა მოიყვანა. სწორედ ცოტნე დადიანისნაირმა ადამიანებმა, მათმა გულმოდგინებმა, მათმა ღვთის სიყვარულმა მოიტანა დღევანდელ დღემდე საქართველო. და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ეგეთი ადამიანები იარსებებენ.
და გვემრავლოს ღმერთმა ჩვენს სამშობლოში ეგეთი ადამიანები. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გავყოფ. ჩვენთან არის ღმერთი.